ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა დაპირებისამებრ დღის განმავლობაში შოუ ბიზნესის სამყაროში მიმდინარე ცვლილებებით ეთერშია ინფორმატორის 10 საათიანი გამოშვება ლაილაისთან ერთად. ეროვნულ ბიბლიოთეკაში არაჩვეულებრივი გამოფენა გაიხსნა, სადაც დადიანების სასახლეში დაცული ნაპოლეონის და ჟოზეფინას კუთვნილი გრავიურები გამოფინეს. უფრო დაწვრილებით სიუჟეტიდან შევიტყობთ. ამ გრავიურების რესტავრაციის იდეა წამოიჭრა მაშინ, როცა მას შემდეგ რაც შარშან გაიმართა სურათების ეროვნულ გალერეაში საკმაოდ გახმაურებული გამოფენა ზუგდიდის ისტორიული მუზეუმების ფონდების კოლექციიდან ექსპონატები გამოიფინა. რაც შეეხება გრავიურების რესტავრაციას, მათი რესტავრირების სურვილი გამოთქვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ და სწორედ ქალბატონი სესილის უშუალო ხელშეწყობით გამოიყო გარკვეული თანხა მათი რესტავრაციის. ეს ეგრეთ წოდებული პიარი, რომელიც არ ვიცი, შავი, თეთრი, ყველაფერი ერთად, რაც ამ მუზეუმის ირგვლივ არის, ერთ საქმეს მაინც აკეთებს, რომ მუზეუმის ბედი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და მე მგონი, აი ის ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც მუზეუმის ინტერესებიდან გამომდინარე დახარჯავენ თავიანთ თანხებს და თავიანთ შესაძლებლობებს მოახმარენ აი ამ მუზეუმში დაცული ექსპონატების და თვითონ სასახლეების რესტავრაციას. ეს არის მხოლოდ მცირედი ნაწილი იმ ექსპონატების, რომელსაც გადაჩენა ჭირდებოდა. აჭარა მიუზიკლში DJ ლისტის კონცერტი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ DJ ლისტი ბათუმში იყო ჩამოსული და სუბტროპიკის ფესტივალზე გამოდიოდა მევიოლინე მურარისთან ერთად და დიდი ფურორიც მოახდინა. თბილისში იგი პირველად ჩამოვიდა და მისი ერთადერთი მოთხოვნა ვეგეტარიანული კაფეა. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი. Тбилиси потрясающий город, мне очень нравится. Такие гостеприимные люди. Здесь все есть, что нужно, чтобы быть хорошим человеком. Вийшов Ბათუმის სუბტროპიკის ფესტივალიდან, ვისამ თბილისის საემკლუბიდან და ძალიან ცოცხალი რითმებით არის საოცარი. ქართული ფოლკლორული ანსამბლის საგალობელი 10 წლის გახდა სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ეს არის ფოლკლორი ხელშეუხებელი, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს. არა ყოველგვარი შელამაზების და გადაკეთების გარეშე.
სამი თაობა, ეს პირველი თაობა, ვინც უკვე 10 წელი მღერის, ის ცალკე ვოკალურ ჯგუფად შეიქმნა უკვე. ის არის ვაშთა ჯგუფი, დანარჩენი ბიჭუნათა ანსამბლი. კლუბ ნეოში დიზაინერებმა ნატაშა გოცირიძემ და ავთო ნიქაბაძემ საზაფხულო კოლექციის ჩვენება მოაწყვეს. ამ ღონისძიების სახელწოდებაა ბათუმი თბილისი. იგი უკვე მეორე წელი არად ტარდება. როგორც ჩაშეთ, მისი მეორე ნაწილი ბათუმში იქნება. ესეთი პროექტი გვაქვს თბილისი ბათუმი, აი შარშან დაიწყო ეს პროექტი და წელს უკვე მთავრდება. კიდე ერთი გამოსვლა ბათუმში გვაქვს. ძმები გულაშვილები ახალ სიმღერას წერენ სანო სტუდიაში. თუ რა სიახლეს გვთავაზობენ ძმები, ამას თავად მოგვახსენებენ. წუთი მის დასუცდა, დღეს მიხვება დღე. იცოდნენ საფრთხე. მე მაინც ვფიქრობ, იცოდნენ დღეს მიხვება დღე. თორნიკემ და ირაკლიმ დაიწყეს თავისი მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი, როგორც იცით, დამთავრდა შესანიშნავი დუეტით მაია ბარათაშვილთან ერთად და შემდგომ გამოვიდა ალბომი ბიჭების, რომელსაც იმ სიმღერის სახელი ეწოდა არ ჩერდება დრო, რომელიც მართლა ბრწყინვალე რუსა მორჩილაძის სიმღერაზე იყო შექმნილი. ეს სიმღერა მე და თორნიკეს არჩევანი იყო. პეკესთან რომ მივედით, გვაინტერესებდა რომ გვინდოდა რომ პეკესგანაც ერთი სიმღერა გქონოდა და მოვისმინეთ სიმღერა ძალიან მოგვეწონა და თქვით რომ ეს უნდა ავიღოთ. ჩვენც ძალიან მოგვეწონა და ეხლა როგორც ხედავთ მუშაობის პროცესშია. ეს სიმღერა არ მომზადებულა სპეციალურად ბიჭებს და მე არც ველოდებოდი იმ დღეს ბიჭების ვიზიტს. ეს თემა მე დაახლოებით თორნიკეს ხელა ვიყავი, როცა ეს თემა დამებადა. ოღონდ მე დამუშავდა და მე გაკეთდა. ოღონდ აი ეს ნახევარფაბრიკატისავით მე მქონდა ჩემ კომპიუტერში და პირველი რაც მოვასმენია იყო ეს სიმღერა ძალიან მოეწონა. აი ბოლო ეს არის ძალიან ეგეთი არ გამოდგება არაფრად ხო? რა არის ეს ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.